თარგმანება იმათეს სახარებისა ითავიკები. სიტყვა ესე, განიცადენი შროშანი ველისანი, ვითარ იგი აღორძნდის, არა შურებინ არცას თავն. ხოლო გეტყვით თქვენ, არცაღა თუ სოლომონ ყოველსა მას დიდებასა მისსა შეიმოსა, ვითარც ერთია მათგანი 6, 28, 29. თარგმანი პირველად თქვა საზრდელისათვის და გამოაჩინა, ვითარმე და არა ჯერ არს ამისთვის სრუნვაი და აწვადვილესისა მიმართ შეცვალა სიტყვა ითვისი, რამე თუ არა ესრეთ საჭირო არს სამოსელისა სახმარი, ვითარ საზრდელისაი. ხოლო რაისათვის არა იხმარა აქაცა იგივე სახე მფრინველთაი, რამე თუ არიან მფრინველთაცა შორის და 4 ფერხთა მრავალნი, რომელთა აქვს ბუნებითი შვენიერებაი, ვითარ ფარშამაგი და მღრინავი და ქათამნი იგი ჰინდურნი და სხვანი მრავალნი. და კვალად ცხვარსა ბუნებითი იგი სამოსელი მატყლისაი აქვს, რომლისაგან კაცნიცა მიიღებენ სახვრად და სხვათაცა პირუტყუთაგან გამოვლენ საქუსალნი სამოსელთა სამეუფოთანი, არამედ ამათ ესე ვითართაგანი არარაი მოიღო სახედ. ესე ამისთვის, რაითა ორ კერძოვე აღმატებულიყო სიტყვა იგი, უნდოებისა მისგან შროშანთაისა და შვენიერებისა მისგან მათ და მიცემულისა, რამე თუ მფრინველნი და 4 ფერხნი რაღაცა თუ უნდოვე არიან, არამედ შროშანთასა უაღრეს არიან. რამე თუ ცხოველნი არიან მშვინვიერნი, ამისთვის შროშანი ახსენა, უსულონი იგი და უძრავნი, რაითა უმეტესად გულისხმს ყოფად მოვიდეთ. განიცადენითო შროშანი ველისანი. შროშნად სახელსთვა ყოველთავე ყვავილთა გამოსაჩინებელად სიკეთისა მათისა, ხოლო აღასრულა რაი სიტყვა ითვისი, რომლისათვის ყოხსენებაი მათი, მერმე არღარა შროშნად უწოდა, არამედ თივად ველისა. და არა კმაყო ესე სახელი, არამედ კვალად სხვაიცა უნდოებაი მათი თქვა, რომელი დღეს არსო და არა თქვა ვითარმედ, ხვალე არა არს, არამედ ფრიად უმეტესისა უნდოებისა სიტყვაი შემოიღო ვითარმედ, ხვალე თორნესა შთაეგზნასო და არა თქვა თუ შემოსის, არამედ ესრეთ შემოსისო. ხედავა ყოვლით კერძო აღმატებულობასა და სიმტკიცესა სიტყვათა მისთასა? რამე თუ იტყვის ვითარმედ, გულისხმა ყავთ თოი კაცნო, უკვე თუ თივანი იგიველისანი, რომელნი დღეს არიან და ხვალე თორნესა შთაეგზნებიან, ესრეთ შეამკვნა ღმერთმან, რამე თუ განგებულებითა და ძალითა მისითა იღუცის უნდოთა მათსა და მცირეთა. არა უფრო ისად თქვენ გიღვაწნესა, რომელნი ხატათთვისა დაგბადნა, რომელთა სული პირმეტყველი მოგცა, რომელთათვის ყოველნივე ხილულნი დაჰბადნა, რომელთათვის წინა წარმეტყველნი მოავლინა და შჩული განაწესა და ბევრეულნი კეთილნი აჩვენა, რომელთა მხოლოდ შობილი ძე მოგცა და მის მიერ აურაცხელნი. იგი ნიჭნი მოგმადლნა. ვინაიდან ესე ყოველი მოასწავა, ამისთვის დაურთო და თქვა. არამე უფრო ისად თქვენა, მცირედ მორწმუნენო, 6:30. რომელი ამათ ესე ვითართა ჭეშმარიტთა და განცხადებულთა სახეთა ზედა ჯერეთ იჭვეულ არს, იგი ჭეშმარიტად მცირედ მორწმუნე არს და სავსე უგულისხმოებითა. ხოლო ფრიად კეთილად და სამართლად მოიხუნა შროშანი სახეთ სამოსელთა, რაითა არა უზრუნველობაი ხოლო გუასწაოს, არამედ ესეცა გულისხმა გვიყოს, რაითა არა მეძიებელ და მოყვარე ვიყვნეთ ფეროვანთა და მრავალ სასკედლისა სამოსელთა. არცა დიდ რაიმე და პატიოს ან შეგვერაცხოს სიკეთე მათი, რამე თუ შვენიერებაი მათი მწვანვილისა მიმსგავსებულ არს და სიკეთე მათი, მდელოსა თივისასა. და უფრო ისხა უპატიოსნეს არს თივაი ესე ვითართა მათ სამოსელთასა, ვითარცა წამებს ესერა უტყველი იგი პირი, ვითარმედ, გეტყვით თქვენ, არცა თუ სოლომონ ყოველსა მას დიდებასა თვისა შეიმოსა, ვითარცა ერთია მათგანი. და ნამდვილად შეუძლებელ არს კაცთა მიერ ქმნად მსგავსი შვენიერებისა მის ყვავილთა ისა, გინა თუ სიწმიდეს თქვა, გინა თუ სითხე, გინა თუ სიმტკიცე, გინა თუ ფეროვნებაი. ხოლო ოდეს ფრიად დაშურენ მიბაძვებად ფერსა გინა სიმტკიცესა, რაიმე ხონ სურნელებისათვის.
რამე თუ ყოვლადვე ვერ ძალუც ამას სახესა ზედა მიმსგავსებად ყვავილთა, რაითამცა ქსოილს ამას ხელითა კაცთაითა აქ უნდა სურნელებაი ვარდისაი, ანუ ისაი, ანუ შროშნისაი, გინა თუ ზაფრანისაი, გინა თუ სხვათა მათ ყვავილთაი. ნუ იტყვის სურნელებას ამას, რომელსა საკუმეველთა კუმევითა და სურნელთა ცხებითა იქმან შვების მოყვარენი. არამედ რაითამცა თავით თვისით ქსოვილს ამას ხელითა კაცთაითა აქ უნდა ზემოწერილთა მათ ყვავილთა სიწმიდე და სიმტკიცე და სითხე და სურნელებაი და ფეროვნებაი თავით თვისით. რაისათვის უკვე ხზუაობ, კაცო, საქმესა ზედა რომელსა თივანი ესოდენ უაღრეს არიან. და იხილე ვით არ გამოაჩინებს, ვით არმედ არას შეუძლებელსა იტყვის, ამისთვისა თქვა ჯეროვნად, განიცადენითო შროშანი ველისანი, ვით არ იგი აღორძნდის, არა შურებინ არცას თავն. რამე თუ შრომათაგან ცუდთა ენება განთავისუფლებაი ჩვენი, ამისთვის ესრეთ ბრძანა, რამე თუ არა თუ უზრუნველობაი არ შრომა, არამედ ზრუნვაი. და ვით არცა იგი ოდეს თქვა, მიხედენითო მფრინველთა, რამე თუ არა სტესვენ, არცა მკიან, არა თესვაი და მკაი დააყენა, არამედ ზრუნვაი, ეგრეთვე აქა, თქვა რაი ვით არმედ, არა შურებინ არცას თავν, არა თუ საქმისაქმნაი დააყენა. არამედ ურვაი და ურწმუნოებაი და დიდად შერაცხვაი სამოსელთა ფეროვნებისაი. რამე თუ უკვე თუ სოლომონ ვერ უძლო მიმსგავსებად შვენიერებისა მის შროშანთაისა, არამედ ძლეულ იქნა მათგან არა ერთგზის გინა ორგზის, არამედ ყოველსა მას მეფობასა მისცა, ვით არცა იტყვის, ვით არმედ, არცაღა სოლომონ ყოველსა მას დიდებასა მისცა შეიმოსა, ვით არცა ერთია მათგანი, ხოლო უკვე თუ იგი იძლია მათგან რომელი ყოველთა მეფეთა უმეტეს მომპოვნებელი იქნა ესე ვითართა საქმეთა, შენ ოდეს უძლო, კაცო, ბაძვად მათისა მის სიკეთისა ანუ მიახლებადცა? რამე თუ ამათ სიტყვათა მიერ გვასწავებს უფალი, რაითა არა სურვილ და მოყვარე ვიყვნეთ შვენიერებისა სამოსელთაისა, არცა უზრუნვიდეთ ფრიად და ვიტყოდით, ვინაი შევიმოსოთ. რამე თუ გულისხმა ყავ, კაცო, უკვე თუ უნდოთა მათზე და რომელნი ხვალე თორნესა შთაეგზნებიან ესოდენ გამოაჩინა თვისი განგებულებაი ღმერთმან, ვით არმცა უგულებელს ყვა შენ, რომელი ეგე უმეტეს ყოველთა ცხოველთა პატივცემულ ხარ. რაისათვის მისცა შროშანთა ველისათა ესოდენი შვენიერებაი. რაითა აჩვენო სიბრძნეთვისი და გარდამატებულებაი ძალისა მისისაი, რაითა ყოვლით კერძო დიდებაი მისი გულისხმობხოთ, რამე თუ არა ხოლო თუ ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა, ფსალმუნი 18:1, არამედ ქვეყანაიცა, ვით არცა დავით იტყვის, ვით არმედ, აქებდით უფალსა ხენი ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძუნი. ფსალმუნი 148:9, რამე თუ ზოგნი იგი ნაყოფთა მიერ და ზოგნი სიდიდისაგან და ზოგნი შვენიერებისაგან, სხვანი სურნელებისაგან, სხვანი სიტკბოებისაგან, სხვანი სხვითა სახითა და სხვანი სხვითა აჩვენებენ სიბრძნესა ღმრთისასა და უსიტყველითა ხმითა ქადაგებენ დიდებასა მისსა და შესწირვენ მის საქებასა, ვით არცა იტყვის, ვით არმედ, არა არიან თქუმულ, არცა სიტყვა, რაითამცა არა ესმახმაი მათი. ფსალმუნი 18:4 და მოციქული ღაღადებს ვით არმედ, უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაით ქმნულთა მათ შინასაცნაურად სახილველ არს სამარადისო იგი ძალი მისი და დიდებაი. შეადარე რომაელთა მიმართ 1:20. რამე თუ ესეცა მებრდიდად გულისხმა გვიყოფს მიუთხრობელსა მას სიმდიდრესა სიბრძნისა მისისასა, ოდეს მივხედნეთ, თუ უნდოთა მათ და არარათა ყვავილთა რომელნი დღეს არიან და ხვალე ცეცხლად მიეცემიან, ანუ დაჩნებიან და წარვლენ, ვით არ ესოდენი მიხფინა სიკეთე და შვენიერებაი. გულისხმა ყავ უკვე, კაცო, უკვე თუ თივათა ველისათა ესოდენი შვენიერებაი მისცა გარეშე სახმრისაცა, რამე თუ რად ეხმარების თივათა ესოდენი სიკეთე ყვავილონობისაი, ვით არ შენ არა მოგცეს, რომელი იცოდის, თუ სახმარ არს შენდა. უკვე თუ ყოველთა უდარესი იგი ესრეთ შეამკო, შენ რომელი ყოველთა უპატიოსნეს ხარ, არა გიღვაწოსა რომელი იცოდის, თუ სახმარ არს შენდა და ჯეროან.
ამისთვისცა ვინაიდან ესრეთ კეთილად გამოაჩინა განგებულება იგი ღმრთისაი, ყოველთა ზედამიწევნული, ზემოსახისა მისგან ფრინველთა ისა, რომელთა ზრდის წამის ყოფითა მისითა, და აქა კვალად სახითა ამით შროშანთაითა. ამისთვის სამართლად აბრალებს სულ მოკლეთა და ძნიად მორწმუნეთა და იტყვის. წახ არებაი, უკვე თუთივა იგიველისაი, რომელი დღეს არს და ხვალე თორნესა შთაეგზნას, ღმერთმან ესრეთ შემოსის, არამე უფრო ის თქვენა, მცირედ მორწმუნენო, 6:30. თარგმანი, ყოვლისავე მოქმედი იგი თავადი არს, მხოლოდ შობილი ზედა სიტყვაი ღმრთისაი, რამე თუ ყოველივე მის მიერ იქმნა, და თვინიერ მისცა არცა ერთი რაი იქმნა. იოანე 1:3 გარნა ამათ ადგილთა არასა და ახსენა თავითვისი, არამედ მცირედ ოდენ ხელმწიფება ითვისი გამოაჩინა, რა ჟამს იტყოდა, გასმიეს, რამე თუ ითქვა პირველთა მათ მიმართ ესრეთ, და მე გეტყვი ესრეთ, შეადარე მათე 5:21-44. ხოლო სხვაი ყოველივე სიტყვა ითვისი მამისათვის ყო და ყოვლით კერძო საკვირველ ყოფს სიბრძნესა მისსა და განგებულებასა და მოღვაწებასა მისსა ყოველთა ზედა, დიდთა და მცირეთა, რამე თუ ცანი რაი ახსენა, საყდრად ღმრთისა სახელს თვა, და ოდეს იერუსალიმისათვის იტყოდა, ქალაქად მეუფისა დიდისა უწოდა და ოდეს განგებულებასა მას სოფლისასა წარმოიტყოდა, მასვე მიაჩემა ყოველი, მზე მისი აღმოვალსო ბოროტთა ზედა და კეთილთა და წვიმს მართალთა ზედა და ცოდვილთა, მათე 5:45 და სწავლასა მას შინა ლოცვისასა თქვა ვითარმეთ, მისი არს სუფევაი და ძალი და დიდებაი. მათე 6:13 და კვალად ამას ადგილსა განგებულებასა მისსა იტყვის და თუ ვითარ მცირეთაცა ზედა აჩვენებს ხელოვნებისა მისისა მიუთხრობელობასა. ვითარცა თქვა ვითარმეთ, თივა იგიველისაი ღმერთმან ესრეთ შემოსის, და არა თქვა, თუ მამამან ჩემმან, არამედ, მამამან თქვენმან ზეცათამანო. არამედ ნუ გიკვირს ესე, რა ჟამს ფარვიდეს დიდებასათვისა და მდაბალთა სიტყვათა იტყოდის თავისათვის ისათვის, რამე თუ ჟამისად ესე ოდენ იყო საძიებელ მისა, რაითა სიტყვა ითვისი სარწმუნო და შესაწყნარებელ ყოს შორის ურწმუნოსა მას და გულფიცხელსაერსა და რაითა დაარწმუნოს, ვითარმედ არა წინააღმდგომ ღმრთისა არს, არამედ ერთობაი აქოს მამისა თანა და არა რაი განყოფილებაი. რაითა ესრეთ ჟამსათვისა თქვას მამათთვისად და შეიწყნა რომ სიტყვა იმისი, ხოლო უკვე თუმცა პირველითგან ეწყო ეგევითართა სიტყვათა თავისათვის ისად თქუმად. ყოვლადვე მცა არა შეიწყნარეს თქუმული იგი. არამედ პირველსავე სიტყვასა მოვიდეთ. უკვე თუ მცირეთა ამათ საქმეთა ზედა და საჭიროდ სახმართა არა ჯერ არ სრუნვაი, რაიმე სიტყვა იაქუნდეს მათ, რომელნი გარეშე სახმრისა მრავალსასყიდლისა საქმეთათვის სრუნვენ. და უფრო ისღა, რაიმე სიტყვა იაქუნდეს, რომელნი მოსწრაფე არიან და მოხარკე, რაითა სხვათაგან მოიტაცონ, რაითა მოიხვეჭონ გლახაკთაი და დავრდომილთაი, რაითა მოიანგახრონობლისა და ქურივისა. ჭეშმარიტად უსიტყველ არიან და უმიზეზო, რამე თუ არ არა აქვს სხვაი მიზეზი, გარნა გონებათათვისთა. ციბოროტე და უკეთურებაი. ხოლო ვისმინეთ შემდგომნიცა სიტყვანი სახარებისანი. წახ არებაი, ნუ ხსრუნავთ და იტყვით, რაი ვჭამოთ, ანუ რაი ვსვათ, ანუ რაი შევიმოსოთ. რამე თუ ამას ყოველსა წარმართნი ეძიებენ, 6:31-32. თარგმანი, იხილეა, ვითარ კვალადსა გამოაჩინა, ვითარმედ არ არას შეუძლებელსა იტყვის. და ვითარცა ზემო თქვა, უკვე თუ გიყვარდენ მოყვარენი თქვენი, რაი სასყიდელი გაქოს. ანუ არა მეზუერეთაცა და წარმართთა იგივე ყვიან, ერთი რაითა უმეტესად შეიგდიმონ მორწმუნეთა ეს მას რაი, ვითარმედ წარმართთაცა უმეტესად ვერ არიან, ეგრეთვე აქა შემოიღო კვალად ხსენებაი წარმართთა ისაკდემელად სულ მოკლეთა და მცირედ მორწმუნეთა.
რამე თუ უკვე თუ უმეტესისა ქველის საქმისა თანაგვაც ჩვენებად მწიგნობართა და ფარისეველთასა რა სიტყვაი მიუგოთ, როდეს არა თუ უმეტეს მათსა ვერ ვიქმნეთ, არამედ ვერაგობასაცა შინა წარმართასა დავადგრეთ და მათსა მასულ მოკლებასა და უსასოებასა ვბაძვიდეთ. ხოლო არა ამას შინა დაუტევა სიტყვაითვისი, არამედ ესევით არის რა იმხილებისა და კდემისა სიტყვაით თქვა. Kuala tskhoi წარმოთქვა ნუ გეშინისცემაი დიდი. წახ არეებაი, რამე თუ იცის მამამან თქვენმა ზეცათამან, რა იგიხმს ამათ ყოველთაგანი 6:32. თარგმანი არა თქვა თუ იცის ღმერთმან არამედ იცის მამამან რაითა უმეტესად სასოებად მოგვიყვანეს, რამე თუ უკვე თუ მამაი არს და მამაი ესრეთ სახიერი და თკბილი ვითა უგულებელს უნეს შვილნითვისნი იხილნეს რაიჭირსა შინა და იწროებასა. ვინაითგან კაცნიცა არა თავს იდებენ უგულებელს ყოფად შვილთათვის და სახიერმან მან მამამან და დამბადებელმან უგულებელს უნესა? ნუ იყოფინ. იცის მამამან თქვენმა ზეცათამან, რა იგიხმს ამათ ყოველთაგანი. ხოლო სიტყვაი ესე ესრეთ არს, არა თუ ცუდ და ნამეტნავ არს სახმარი იგი ბუნებისაიო, რაითამცა უგულებელს უნდა, რამე თუ უმეტესაცა სახმრისას ამრავალსა მოგცემს არა კაცთა ხოლო, არამედ იძვრისთაცა და მცენარეთა, ვითარცა ვთქუშროშანთათვის ველისათა. ვითარ უკვე არამცა მოგცა რომელი იცის ვითარმეთ ჭეშმარიტად გიხმს? აც უკვე რომელსა იგი ჰგონებთ, თუ მიზეზი არს ჭეშმარიტი ზრუნვისაი, მისგან მებრკულისხმა ჰყავთ, ვითარმეთ ჯერ არს უზრუნველობაი. რამე თუ უკვე თუ იტყვით, თუ საჭიროისა მის სახმრისათვის ზრუნვაი სამართალ არს, მე გეტყვი ვითარმეთ, ამისთვის უმეტეს არა გიღირს ზრუნვაი რომელ საჭირო არს. Რაღაცა თუმცა ნამეტნავი იყო, არცა ეგრე ჯერ არს უსასოებაი. არამედ თანაგაცმინდობაი სახიერსა მას მამასა, ვინაითგან ხედავთ, ვითარმედ მრავალსა უმეტესსა და გარდარეულსა მოგანიჭებს, ხოლო საჭიროისა მის და სათანადოისა სახმრისა, რომელი ჭეშმარიტად უხმს ბუნებასა თქვენსა, რაიმცა იჩვი იყო. თუმცა არა გიღვაწნა თკბილმან მან და სახიერმან, რამე თუ ვინ არს მამაი იგი. რომელმანცა თავსიდვა არცა საჭიროისა მის და თანაწარვალისა სახმრისათვის მოღვაწება შვილთათვისთაი. და ამისთვის გიღირს სასოებაი მტკიცე ვითარმედ ვეჭველად მოგცეს ყოველივე რომელი გიხმს, რამე თუ დამბადებელი არს ბუნებისაი და ჭეშმარიტებით იცის, რა იგი უხმს ბუნებასა, რამე თუ ვერ იტყვის ვინ ამას, თუ მამაი არს სახიერი და უწყის. თუ სახმარ არს ესე ყოველი, გარნა ამას უმეცარ არს, თუ ჩვენ გვეხმარების, რამე თუ არცა ერთსა რას უმეცარ არს იგი, რომელმან ყოველნივე ბუნებანი იცნის, რომელმან არა ისეგან დაგბადნა, არა უწყისა ვითარი დახბადა ბუნებაი თქვენი, და თუ რა ეხმარების ბუნებასა. ჰე უწყის უმჯობეს თქვენსა, რამე თუ ესრეთ განაწესა განგებულებამან მისმან, რაითა ესე ვითართა სახმართა შინა იყოს აგებულებაი ბუნებისა თქვენისაი. აც უკვე ვითარეგების, რაითამცა წინააღმდგომი ქმნა მან განწესებულისა მისთვისისაი, რომელ განაწესა სახმრისა მის მეძიებელ ყოფად ბუნებისა და მერმემცა დააყენა მოცემაი სახმრისა მის განწესებულისაი მის მიერ ბუნებასაზე და იცის მამამან თქვენმა ზეცათამან, რა იგიხმს ამათ ყოველთაგანი. გულისხმა უყვნეთ მორწმუნენო, სიტყვანი ესე მაცხოვრისა მიერ თქუმულნი და დავსცხრეთ მრავალთა და უსარგებლოთა ზრუნვათაგან, რამე თუ არაი შეგვეძინების მათგან, გარნაურვანი და სალმობანი, რამე თუ დამბადებელი ჩვენი, გინა თუ ზრუნვიდეთ, გინა თუ არა, გვიღუწის წყალობითა მისითა. რაი არს უკვე სარგებელი ჩვენი ზრუნვათაგან, გარნა ცუდი შრომაი. ვინ არს რომელიმცა წოდებულიყო მეპურისტეთ ტაბლასა სამეუფოსა და იგიმცა საზრდელსა მის დღისასა ზრუნვიდა? ვინ არს რომელიც წყაროსამცა ზედა დგა შვენიერსა და გრილსა და წყლისათვის მცა იურვოდა?
აც უკვე ჩვენცა რომელთა უფრო ის ყოვლისა სამი უფოისა სერისა და უმეტეს ყოვლისა შვენიერისა წყაროისა გვაქვს უხვად მომნიჭებელი იგი ღმრთისა განგებულებაი, ნუმცა ამაოდ ვზრუნავთ და მოვქენევართ გლახაკთა მათ და უსარგებლოთა გულის სიტყვათა კაცობრივისა ვერაგობისათა. არამედ არიან ვიეთნი მეურწმუნონი და ორგულნი, რომელნი ამაოთა სიტყვათა შემოიღებენ და იტყვიან, ვითარმეთ, იგი ვინმე გლახაკობასა შინააღესრულა და იგი ვინმე პურის მთხველი იყო და სხვა ვინმე სიხმლითა და შიშულობითა მოსწყდა. ამისთვის ვზრუნავთო და მიმოვეკვეთებით, რაითა არა ჩვენცა ესრეთ შეგვემთხვიოს. ჭეშმარიტად ურწმუნოებისა და უგუნურებისანი არიან სიტყვანი ესე. რასა იტყვი, ჰოი კაცო და ესე გაქუსა გულის სიტყვაი, რაითამცა ღმერთსა წინააღმდეგ. უკვე თუ მან ეგრეთ განაწესოს, რაითა სიყმლითა მოსწყდეს, რაითა სიგლახაკითა აღესრულო, გონება, თუმცა ზრუნვითა და მიმოკვეთებითა შენითა მის სამცა განგებასა წინააღმდეგ. არა მრავალნი გიხილვანა, უგუნურო სოფელსა ამას შინა, რომელნი სიმდიდრითა გარდარეულითა ცხონდებიეთ და ერთსა შინა წამსა ცარიელნი დაშთიან მის ყოვლისაგან მოულოდებელთა განსაცდელთა მიერ. და სხვანი გლახაკნი და პურის მთხველნი მეხსა შინა განდიდრდიან, გინა თუ მეფობაიცა დაიპყრიან. ვინა იქმნა ესე? მათისა მისუდებებისაგან, ანუ ამათისა მრავალმზრუნველობისაგან იქმნა. ნუ იყოფინ. არამედ მიუთხრობელთა და კაცთა მიერ მოუგონებელთა ღმრთისა განგებულებათაგან. იგი ვინმე სიხმლითა მოსწყდაო, ამისთვის მოსწყდა რამე თუ ეგრეთ განაგო მისთვის ღმერთმან, გინა თუ სათნოებისა მისისა გამოჩინებად ვითარცა ლაზარესთვის გვესმის გლახაკისა და იობისთვის და მრავალთა ესე ვითართა, გინა თუ სალხინებელად ცოდვათა, გინა თუ აღორსასხმელად უკეთურებისა, გინა თუ სარგებელად სხვათა, ანუ თუ სხვითა რაითმე განგებულებითა, კაცთაგან მიუცდომელითა და მოუგონებელითა. რამე თუ წამის ყოფითა მით ძლიერებისა მისისაითა უპყრიან დაბადებულნი და თითოეულისა ცხოვრებასა განაგებს, ვითარცა უცხის კაცად კაცადისა უმჯობესი. უკვე თუ არა ვინცა არა იცოდა ესე, ანუ რომელმანცა უგულისხმომან ვერ გულისხმაყო ვითარმედ ადვილ არს წინაშე მისსა მოუაწებაი კაცთაი და ვითარმედ არა დაფარულ არს მისგან არცა ჭირი და იწროებაი ვისიმე, არცა შვებაი და ფართოებაი. და რომელი იგი მფრინველთა ცისათა და თევზთა ზღვისათა მხეცთა ველისათა და ყოველთავე იძვრისთა ზრდის უხვად მიმნიჭებელითა მით განგებითა მისითა და ყოველთავე მცენარეთა შეამკობს ყვავილონებითა და თითო სახითა სიკეთითა, მანცა დაივიწყა კაცი, ხატად მისა დაბადებული, რომლისათვის ესე ყოველი. იქმნა სოფელსა შინა. იგი მხოლოდ აღმოაბრწყინებს მზესა და მოავლინებს წვიმათა და მიჰფენს ჰაერთა და მისცემს ნაყოფსა უკეთურთა და წარმართთა, რომელთა არა იციან სახელი მისი, მაშა მორწმუნეთა და მადიდებელთა მისთაგან იმცა დაივიწყა ვინა. ნუ იყოფინ. ამისთვის საფრიად კეთილად გვიბრძანებს ვითარმეთ. წახ არებაი. ნუ ხსრუნავთ რაი ვჭამოთ, ანუ რაი ვსვათ, ანუ რაი შევიმოსოთ. რამე თუ იცის მამამან თქვენმა ზეცათამან, რაი გიხმს ამათ ყოველთაგანი. ხოლო თქვენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ 6, 31, 33. თარგმანი, ამისთვის მოვიდა უფალი ქვეყნად, რაითაგან გვაშორნეს ქვეყანისაგან და მიმიწოდნეს ზეცისა სასუფეველად. ამისთვის თქვა ვითარმეთ, ამას წარმართნი ეძიებენ, რომელთა არარაი აქვს სასოება იმერმისა მის საუკუნოისაი და სასუფეველისა ცათაისა, არამედ ყოველივე მოსწრაფებაი მათი ამის საწუთროისათვის არს, ხოლო თქვენ და არა აქ არს აღთქმაი, იტყვის უფალი. არამედ ცათა შინა.
რამე თუ არა ამისთვის დაბადებულ ხართ, რაითა სჭამდეთ და ვსუმიდეთ და იმოსებოდით, არამედ რაითა სათნორეყვნეთ ღმერთსა და საუკუნეთა მათ კეთილთა მიემთხვინეთ. ამისთვის ხორციელნი ესე საქმენი გარეწარად თანაგაც ქონებად. ეძიებდით უკვე სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ. არა თქვა თუ მოგეცეს, არამედ შეგეძინოსო რაითას ცნა ვითარმედ არ არის აქვს ნაწილი მოცემათა მათ კეთილთა თანა, არამედ იგინი არიან რომელთა ჯერ არ სძიებაი და თხვაი ღმრთისაგან და მინდობაი ვითარმედ მათ თანა ესეცა შეგვეძინოს ღმრთისა მიერ. უკვე თუ ჯერ იყოს, უკვე თუ კულა სავნებელ სულთა ჩვენთა იყოს ამათი შეძინებაი და ამისთვის დაიხრწიოს, ესეცა სახე არს უმეტესისა წყალობისა ჩვენისაი და ვითარმედ გვიღუწის მონათა მისთა. ეძიებდ უკვე საყუარელო საუკუნეთა მათ კეთილთა და მოგეცნენ საწუთრონიცა. ნუ ეძიებ ხილულსა ამას და იგი შეგეძინოს შენ. რამე თუ უღირს არს და უჯერო წარმოვალთა ამათ და ცუდთა საქმეთა თხოვად ღმრთისაგან, რამე თუ ბრძანებულ არს შენ და რაითა ყოველივე მოსწრაფებაი და ზრუნვაი წარუვალთა მათ და მიუთხრობელთა კეთილთათვის გაქუნდეს. ხოლო შენ უკვე თუ მათ ცილ ცუდთა ამათ და წარმოვალთათვის მოიგო სურვილი და გულის თქუმაი, ფრიად სირცხვილეულხო თავი შენი და უგუნურთა თანა შეირაცხო. ხოლო უკვე თუ იტყვი, თუ ვითარ ბრძანა ლოცვასა შინა თქუმად ვითარმედ, პური ჩვენი მომეც ჩვენ, გულისხმა ყავ ვითარ დაურთო ვითარმედ, არსობისეო მომეც ჩვენ დღეს, რაითას ცნა, თუ სადამდე განუწესებია სრუნვაი და ეგრეთსა არა ნამეტნავისაი, არამედ საჭიროისა სახმრისაი, რამე თუ პური არსობისაი, თქვა, ესე იგი არსებისა მის ხორცთაისა გამომზრდელი, და იგიცა მის ხოლო დღისა იბრძანა თხოვად, ეგრეთვე აქაც აქმნა. ამისთვის პირველ თქუმულთა ზედა დაურთო და თქვა. წახ არებაი, ნუ ვზრუნავ თვალისა რამე თუ ხვალემან იზრუნოს თავისათვისისა. კმა არს დღისა მის სიბოროტეთვისი 6:34. თარგმანი, ვინაიდან თქვა, ნუ ვზრუნავთ და იტყვით, რაი ვჭამოთ, ანუ რაი ვსვათ, ანუ რაი შევიმოსოთ, ამისთვისაც განაწესა, თუ რაოდენ გვიღირს ზრუნვაი, მის ხოლო დღისაი, რომელსა შინა ვიყვნეთ, რაითა ამით ჯერითა აზნაურებაი ჩვენი შეურყეველად გვაქუნდეს და ვიცოდით, ვითარმედ საჭიროთა ხოლო სახმართა იბრძანებულ არს ზრუნვაი, და იგიცა გარეწარად ვითარცა იგი ზემო პურისა, ხოლო მდღევრისა იგვიბრძანა თხოვად. არა თუ ღმერთსა უხსამისთვის მოხსენებაი ჩვენ მიერი, არამედ რაითა ვცნათ ვითარმედ ყოველსავე და მისი შეწევნაი გვეხმარების და არა რაითვინიერ მისსა გუნებავს ქონებად. ეგრეთვე აქ ამის ხოლო დღისათვის გვიბრძანა ზრუნვაი სულ მოკლებისა მისთვის კაცობრივისა, ხოლო მრავალნი იპოვნეს, რომელთა არცა თუ მის დღისაი თავს იდვეს ზრუნვად, არამედ ყოველივე ზრუნვაი მათი მიაგდეს უფლისა, უხვად მომნიჭებელისა მის და სახიერისა, და არა ნაკრულევან იქმნეს ყოვლისაგან კეთილისა. ვითარმცა იტყო და ვითარმედ, არა ამისთვის გეტყვი არა ძიებად ხორციელთა ამათ, რაითა მშიერ და შიშველი იყვნენ, არამედ რაითა უმეტესი მოგეცეს, და მოგეცეს წესიერად და ჯეროვნად, რაითა არა მრავალ მზრუნველობითა თქვენითა უღირსყვნეთ თავნითვისნი სულიერთა მათ და საუკუნეთა კეთილთა, და არცა საწუთრო ესე მოგეცეს ზრუნვითა თქვენითა. ნუ ვზრუნავთ უკვე ხვალისა, რამე თუ ხვალემან იზრუნოს თავისათვისისაი. კმა არს დღისა მის სიბოროტეთვისი. ესე იგი არს შრომა იგი და ჭირი და ზრუნვაი, რამე თუ ამას უწოდა სიბოროტეთ ვითარმცა იტყო და, კმა არს თქვენ და ჭირი იგი ბრძანებული ვითარმედ, ოფლითა პირისა შენისაითა სჭამო პური შენი, დაბადება 3:19. რაისათვის გადაირთავ თავსაზე და შენსა უმეტეს საშრომასა ზრუნვათა მიერ. რამე თუ სიბოროტეთ დღისა ამას ადგილსა არა ცოდვასა და უკეთურებასა უწოდა, ნუ იყოფინ.
არამედ შრომასა და ჭირსა და უბადრუკებასა, რომელიც შეემთხვევის კაცთა ზრუნვისაგან, ვითარცა სხვასა ადგილსა ითქვის ვითარმეთ, უკვე თუ არ სიბოროტე ქალაქსა შინა, რომელი არაუფალმა ქმნა, ამოს 3:6 არა თუ ცოდვათათვის ითქვის. კაცებათა და ანგახრებათა არცა სხვასა რას ესე ვითარსა, არამედ ზეგარდმოვლინებულთა მათწყლულებათა და კვალად ითქვის. მე ვქმნი მშვიდობაი და მოვავლინი ბოროტი, ესაია 45:7. რამე თუ აქაცა არა თუ უკერთურებასა მოასწავებს, ნუ იყოფინ. არამედ სიყმელთა და სიკვდილთა და სხვასა ესე ვითარსა, რომელი მრავალთა მიერ ბოროტად შერაცხილ არს. რამე თუ ბოროტისა სახელი ორ კერძო არს, ერთი იგი არს ჭეშმარიტად ბოროტი, რომელ არს ცოდვაი და ურჩულოებაი, რომლისა მიზეზი არავინ არს სხვაი, გარნა ეშმაკი და ბოროტნი იგი ნებანი ჩვენი. ხოლო მეორე იგი სახელი ბოროტისა ითქმის კაცთა მიერ ჭირთათვის და განსაცდელთა, რომელ არიან სიყმილის, სრვაი, სიკვდილის, სნეულებანი, უცვიმროებანი და სხვაი მსგავსი ამათი, რომელესი არა ბუნებით ბოროტ არიან, არამედ სახელითა. ხოლო მოივლინებიან კაცთაზე და საწურთელად უკეთურებისა მათისა, ანუ თუ სხვითა რაითმე განგებულებითა, ვითარცა. იგი 5:3. სამთავრო ისა ქურუმნი და მისანი ზეგარდამომოვლინებულსა მას გუემასა ბოროტად უწესდეს სალმობისა მისთვის და ტკივილისა მოწევნულისა მათ ზედა. პირველი მეფეთა 6:2-9 ეგრეთვე სახეთ ამასცა ადგილსა მოასწავებს და ითქვის, კმა არს დღისა მის სიბოროტეთვისი, რამე თუ ზრუნვასა მას და მისგან ყოფაცა ჭირსა აჩვენებს და ჭეშმარიტად ვერ არაიესრეთ შეაურვებს გულსა, ვითარ ზრუნვაი ფრიადი. ხოლო სიტყვაი იგი, თუ ხვალე მან იზრუნოს თავისათვის ისაი, არა თუ ამას მოასწავებს, ვითარმე დღეს ზრუნავს, არამედ ვინაიდან ერისა მიმართ უგულისხმოისა იყო სიტყვაი მისი. განცხადებულებისათვის სიტყვისათვის ისა დღესა მიაჩემებს და ჩვეულებისა მრავალთა ისა ყოფს სიტყვას ამას. რამე თუ აქა ესრეთ თქვა განზრახვისა სახეთ, ხოლო ქვემორე მცნებად მისცემს ამას და ეთქვის, ნუ მოიგებთო ოქროსა, ნუცა ვეცხლსა, ნუცა ვაშკარანსა გზასა ზედა, მათი 10:9. რამე თუ ვინაიდან საქმით აჩვენა, მერმე სიტყვიცა უძლიერესად რჩული დაუდვა, რაითა კეთილად შეიწყნა რომ სიტყვა იგი. და ვითარ აჩვენა საქმით. ისმინე რასა ითქვის ვითარმეთ, ძესა კაცისას არა აქვს, სადა თავი მიიდრიკოს. მათე 8:20 და არა თავად მან ხოლო ქმნა ესე, არამედ მოწაფეთაცა ეგრეთვე განუწესა და არა შეუნდო სოფელსა ამას შინა რა ისავე მოგებად, ეგრეთვე სახეთ აქაცა ბრძანებს. და იხილე სახიერება იმისი, რომელ ვითარცა მამაი მოწყალე, გვიღუწის ჩვენ ხორციელად და სულიერად. ხორციელად მოგუცემს დღითი დღე ბევრეულთა კეთილთა, ზესა აღმოგვიბრწყინვებს, წვიმასა მოგვირენს, თათაგან და ველთა ნაყოფთა სიმრავლესა მოგუანიჭებს, ჩვენთვის განმზადნა მფრინველი ცისანი და თევზნი ზღვისანი და ყოველნი პირუტყუნი, რომელნიმე საჭმლად და რომელნიმე სამსახურებელად ჩვენთვის აღმოაცენა ქვეყანით ყოველი ხე, ნაყოფიერი და უნაყოფოი, თივანი და მწვანვილნი და თითოფერნი ყვავილნი. და რომელიმცა ჟამიკ მამეყო, ანუ რომლითამცა ენითა უძლე მიუთხრობელთა მათ კეთილთა მისთა თქუმად. ხოლო სულიერნი კვალად ქველის მოქმედებანი და კეთილნი მისნი რაბა მარიან, პავლესი ისმინე, რასა ითქვის, რომელი თვალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისას არა მოუხდა, რა იგი განუმზადა ღმერთმან მოყვარეთა მისთა. პირველი კორინთელთა მიმართ 2:9 და 10 უკვე ჩვენისავე წყალობისა და ქველის მოქმედებისათვის იტყვის სიტყვათა ამათ, ნუ ხსრუნავთ ხვალისაო და ნუ ცუდად აჭირებთ თავთა თქვენთა, რამე თუ ვინაიდან მე გიურვით თქვენ, არა გიხმდა ყოვლადვე ზრუნვაი, გარნა სულ მოკლებისა თქვენისათვის კმა არ ზრუნვა იმის დღისაი, რომელსა შინა იყვნეთ, ხვალისასა ნუღარა ხსრუნავთ.
უკვე თუ დღეს იზრუნოთ ხვალისა, ხვალე კვალად ზრუნვაივე გიხმს, რაი არს უკვე ნამეტნავი ესე, რაისათვის აიძულებთ დღესა უმეტეს ქონებად ჭირისა მის და განთვისებულისა და შრომათა მისთაზე და შესძინებთ ხვალისასაცა ზრუნვასა ტვირთად. და ეგრეთსა ხვალესა მას არავე აღუსუბუქებთ. მოგეცა დღე, რაითა მისსა ზრუნვიდეთ, რაისათვის მეორისაცა დღისა ზრუნვასა მისზე და დაჰკრებთ. არა თუ მისზე და დადებული თქვენ მიერ ზრუნვაი და ჭირი არა კმა არს მისდა. რაისათვის უმეტესად დაუმძიმებთ. სწავლა იქებ, რაითა სურვიელ ვიყვნეთ კეთილთა საქმეთა მიმართ და მოუწყინებლად ვევედრებოდით ღმერთსა პოვნად წყალობისა მისისა. ვინაიდან უკვე მეუფე ჩვენი და დამბადებელი ამას გვიბრძანებს და იგი თავად იწამებს, ვითარმედ უძლურ და საჭირო არს ესე ცხოვრებაი, ვიდრე ღაერთისაცა დღისა ზრუნვაი კმა არს შემაურებელად და საჭირველად ჩვენ და რა დღას სახმარ არს ამის პირისათვის უმეტესთა სიტყვათა თქმად, რამე თუ კმა არს ერთი სიტყვაი უფლისაი ბევრეულთა წილ სიტყვათა სხვათასა, რამე თუ იგი არს ღმერთი ჩვენი, უფალი და მეუფე, რომელმან არა არსისაგან არსად მომიყვანა. და მას ეგულების კვალად განკითხვაი ჩვენი და მიგებად კაცადისა საქმეთა მისთაებრ. გარნაი ჰაუბადრუკებაი ესე ჩვენი და უგულისხმოებაი. ესე ვითარნი ესე სიტყვანი მეუფისანი გუესმიან და არად შეგვირაცხიეს, არამედ ცუდთა ამათთვის და წარმავალთა წადიერებით და სრულითა დიდითა და მოსწრაფებითა ფრიადითა ვზრუნავთ, ხოლო საუკუნეთა მათთვის და ზეცისათა არავიურვით ყოვლადვე. არამედ გარე მიგვიქცევიეს წესი და სამართალი და ორკერძოეთ ქუმულთა მათ და განწესებულთა წინა აუდგებით. იტყვის უფალი ვითარმედ, ნუ ეძიებთ საწუთროსა ამას, და ჩვენ ყოვლითა გულითა და ყოვლითა ძალითა მას ვეძიებთ და მისა შეკვართულ ვართ. იტყვის კვალად, ეძიებდითო სასუფეველსა ცათასა და საუკუნეთა მათ კეთილთა და ჩვენ არცა თუ მცირეცა ვეძიებთ, არამედ რაოდენი გვაქვს საწუთრო ისა ამისთვის ზრუნვაი და ხარკებაი, ეგოდენ სულიერთა საქმეთა შინა გვაქვს სულმოკლებაი და სიგრილე და ფრიად უმეტესიცა. არამედ არა ყოფად არს ესე ყოვლადვე, არცა სამარადისოდ ეგოს ესრეთ საქმე ესემლევანი, რამე თუ აჰა ესე რა 10 წელ დავადგრეთ ამას სულმობელობასა შინა, გინა 20 წელ, ანუ თუ 100 წელ, მერმე რაი ყოფად არს. არა მისვლად ვართა ხელთა მისთა, რომლისა სიტყვათა რაც შეურაცხყოფთ. რაი უკვე ნუ გეშინის ცემაი აქოს ამას დროებასა? არა რაი. ნუ იყოფინ. არამედ აქავე მოლოდებითა მათ სატანჯველთაითა დასჯილ და ტანჯულ ვართ და მუნ რაი მივიდეთ, ვაი იყოს ჩვენ და. არამედ უკვე თუ გუნებავს დროებისა ამისგან ნუ გეშინის ცემისა პოვნად მოვიგოთ ნაყოფი იგი სინანულისაი და მერმე დროებაი ესე უმჯობეს ჩვენ და იქმნას და არა შთავცვიეთ ყოვლადვე მწარეთა მათ სატანჯველთა, რამე თუ არ არა იმძიმე. არცა შეუძლებელი ბრძანებულ არს ჩვენ და არამედ ესრეთ ადვილ და სუბუქარიან ცნებანი მისნი, რომელ ნებაი ოდენ სახმარ არს და გონებაი კეთილი და ყოველივე ადვილად წარგვემართოს და უხვად მოვიღოთ წყალობაი მისგან დაღაცა თუ ბევრეულთა ცოდვათა თანამდებ ვიყვნეთ. რამე თუ მანასესცა ცოდვანი და ბილწებანი მრავალნი ექმნეს, წმიდათაზე და ხელი მიყო და კერპნი ტაძრად შეიყვანა და კაცისკვრითა ქალაქი აღავსო და სხვა მრავალი ქმნა ძნელი და შესანდობელად მძიმე, გარნა ესოდენ სამას ურჩულოებასაზე და ყოველივე იგი განიბანა. ვითა რანუ რომლითა სახითა, სინანულითა და ბოროტთაგან მოგცევითა და ლმობიერად ვედრებითა. რამე თუ არა არს ყოვლადვე, არა არს იგი ცოდვაი, რომელი არა იძლევის და უჩინო იქმნების ძალითა მით სინანულისაითა და უფროისად მადლითა და კაცთმოყვარებითა ქრისტესითა, რამე თუ უკვე თუ მოვიქცეთ სინანულად, გვაქვს იგი თანაშემწედ, უკვე თუ ვინებოდ ქმნაი კეთილისაი. არავინ არს დამაყენებელ და უფროისღა არს დამაყენებელ, დამაბრკოლებელ,
ეშმაკი, გარნა ვერარაი ძალუც, უკვე თუ ჩვენ წადიერ ვიყვნეთ კეთილისა მიმართ და მოვიგოთ ღმერთი შემწედ ჩვენ და უკვე თუ კულა ჩვენ არ ვხადოთ მას შეწევნად, არამედ განვეშორნეთ და გარე ვიქცეთ მისგან, ვითარ შემწემეყოს იგი? რამე თუ არავის იქნებავს იძულებით ცხოვნებაი, არამედ ნეფსით ეძიებს ცხოვრებასა ჩვენსა და ესე ღირს არს და სამართალ. რამე თუ მითხარღა, კაცო, უკვე თუ ქვეს მონაი, რომლისა თანა გექმნას ბევრეული კეთილი და ვპოვ იგი მტერად შენდა და მოძულეთ და ყოვლად ვეგეულტოდის, არამცა გარე მიიქეცა მისგან და განსდევნე პირისაგან შენისა. და ეგრეთსა გიხმს რაიმე მსახურება იმისი. აც უკვე რად აბრალებ ღმერთსა, თუ იძულებით რად არა გაქმნევს კეთილსა, რომელსა იგი ყოვლადვე არ არა ეხმარების შენგან, არამედ ყოველსავე შენისა ცხოვრებისათვის იქმს. არ არა ისაგან დაგბადა, პირმედ ყველობითა პატივქცა, უმჯობესი გასწავა, კეთილი და ბოროტი გიჩვენა, გონებაი მოგცა მცნობელი უხილავთაცა საქმეთაი, სწავლაი სასუფეველისაი წინა გიყო, ჯოჯოხეთი გაუწყა, ბევრეულთა განსაცდელთაგან გიხსნა, უკვე თუ გენებოს. შემწე არს შენდა და ხელისა მპყრობელ კეთილისა მიმართ. უკვე თუ ამას ყოველსა ზედა ეულტოდი მას და ბოროტი შეიყვარო, არა იქმს ამას, რაითამცა იძულებით ხელსა გიპყრა და სასუფეველსა შეგიყვანა, არცა ჯერ არს ესე ანუ სამართალ. უკვე თუ კულაპოს შენთანა ნებაი კეთილი, რომელსა პროერესი უწოდეს მამათა, ესე იგი არს ნებაი მეძიებელი და გამომრჩეველი კეთილისა გინა ბოროტისაი, აც უკვე თუ შენთანა მეძიებელი იგი კეთილისაი ნებაი პოს, არასადა დაგიტეოს, არცა დაგაგდოს. დაღაცა თუ ბევრეულნი მახენი დაგირწმნას ეშმაკმა და ათასეულად გებრძოლოს, არა მიგცეს შენ ხელთა მისთა, არცა შეუნდოს უფლებად შენდა. საცნაურ არს უკვე და ცხად ვითარმეთ ჩვენ ვართ მიზეზ წარწმედისა ჩვენისა, რამე თუ არა გუქონა ნებანი კეთილნი, არცა ვევედრებით ღმერთსა შეწევნათ ჩვენ და არა შეურდებით, ვითარ ჯერ არს, არცა ვხადით მხურვალებით და სიმდაბლით. არამედ დაღაცა თუ მოუხდეთ ლოცვად, არა მობიერებით, არცა გულითა შემოსრულითა, არამედ დახსნილობით და უდებებით, ქნარებით და მიმოტაცებით და გარე წარად, ამისთვის სირცხვილეულნი და ცარიელნი ვიქცევით. რამე თუ არა ესრეთ ხნებავს ღმერთსა, არამედ რაითა გულითა მხურვალითა წარუდგეთ წინაშე მისსა. ესე სათნო უჩნს, რაითა დაუცხრომელად ვაწყინებდეთ. მაშინ მადლიერან, რამე თუ იგი მხოლოი, რაოდენცა ვაწყინებდეთ, უმეტესად მადლიერ იქნების და უმეტეს თხოვისაცა ჩვენისა მოგუცემს. უკვე თუ კულა არა ვაწყინებდეთ, უდებ გუყოფს, არა თუ შურს მოცემად ანუ არა ხნებავს, არამედ წყინებაი ჩვენ მიერ სათნო უჩნს. ამისთვისცა იგავიცინა გვიყო მეგობრისა იმის, რომელი შუაღამეს მოვიდა და პურსა ითხოვდა, და კვალად მსაჯულისამის, რომელსა ღმრთისაგან არა ეშინოდა, არცა კაცთაგან ხრცხვენოდა. და არა კმაყო სიტყვაი ხოლო იგავთაი, არამედ საქმიცა აჩვენა, რა ჟამს დედაკაცი იგი ქანანელი ღირსყო ნიჩსა მას წყალობისა მისისასა და გამოაჩინა. ვითარმეთ დაღაცა თუ ვინ უმეტეს ღირსებისა და საზომისათვის ისასა ითხოვდეს მხურვალებით და სიმდაბლით და მოუწყინებელად, მიეცემის თქვა იმისი. რამე თუ მაშინ იტყოდა, არა კეთილ არს მოღებად პურიშვილთაგან და დაგებად ძაღლთა, მარკოზი 7:27, გარნა ეგრეთსა ფრიადისა თხოვისა და მხურვალედ ვედრებისა მისისათვის მისცა თქვა იმისი და აღავსო სიხარულითა გული მისი. და კვალად ჰურიათა მიერ გამოაჩინა, ვითარმედ უდებთა და დახსნილთა არცა თუ რაი იგი აქუნდეს, და ადგრების მათთანა. ამისთვის არა თუ არა რაი მიიღეს ოდენ, არამედ რომელი აქუნდა, იგიცა წარწმიდეს. და მათ ვინაითგან არა მხურვალებით ითხოვეს, უღირსად გამოჩნდეს და თვისიცა წარწმიდეს,
ხოლო ამან ვინაიდან დიდი დამხურვალებითა ითხოვა და ლმობიერად ევედრა, უმეტეს ღირსებისაცა მიიღო, და რომელი იგი ძაღლად იწოდა, მიეცა მას პატივიშვილად წოდებულთა იმათ. ესოდენ დიდარს და კეთილუწყინოდ და ლმობიერად ვედრებაი, და რომელი იგი მეგობრობა მან ვერ ქმნა, უწყინოდ ვედრება მან ქმნა, ვითარცა წერილ არს იგავსა მას შინაშუა ღამედ მისრულისა მეგობრისასა. აც უკვე შენცა, ძმაო, ნუ იტყვი, თუ შეცოდებული ვარ და რის ხვეული ვით არ ვევედრო? არამედ უწყინოდ ევედრე და თქვას შენთვისცა. ვითარმედ, წყინებისა მისისათვის აღუდგე და მივსცე, რავდენი უხვს, ოდენ უწყინოდ ევედრებოდე და არარა იგექმნას დამაბრკოლებელ, არცა შეცოდებანი, არცა უჟამოდ წყინებაი, არცა სხვაი რაიმე. ნუ იტყვი, თუ ფრიად მიცოდავს და არღარა ისმენს ღმერთი ჩემსა ვედრებასა, რამე თუ უკვე თუ მთავარი იგი, რომელსა ღმრთისაგან არა ეშინოდა და კაცთაგან არა ხრცხვენოდა, ფრიადითა ვედრებითა მოდრიკა ქურივმან მან წყალობად, არა უფრო ისაც სახიერი იგი მოწყალე ხოა, უკვე თუ ევედრებოდი მხურვალედ. ამისთვის უკვე დაღაცა თუ არა მეგობარი იყო, ფრიადისა წყინებისათვის მოგცეს წყალობა ითვისი, დაღაცა თუ შვილი ხარ განდგომილი და ყოველი იგი მამული სიმდიდრე ბოროტად წარგიგიეს, მოოდენ იქეც მხურვალედ, და კვალად დაგიტკბეს სახიერი იგი მამაი და კვალად პირველივე პატივი მოგცეს, შეურდი ცრემლით ილოცელ მობიერად და წყალობით შეგიწყნაროს შენ. ხოლო მესმა ვიედგანე, რომელი ტყოდეს, აჰა ესე რა მყვარჟა მილოცავსო და ვედრებულ ვარ, და არარა იმომეცა მე სასწაულის მენისა ლოცვათა ჩემთაი. ესე ამისთვის, რამე თუ არა ილოცავ, ვით არ იგინიე ვედრებოდეს, ქანანელსა ვიტყვი და მეგობარსა მას უჟამოდ მოსრულსა და ქურივსა, რომელი იგი აწყინებდა მსაჯულსა მას, და უძღებსა მას შვილსა. ხოლო უკვე თუმცა მსგავსად მათსა ევედრე, მუნქვეს ვემცა მოგეცა თხვაი შენი, რამე თუ მამაი არს სახიერი და ამას ხოლო ეძიებს, რაითა გიხილოს შენ სინანულად მოსრული და შევრდომით მედრებელი. ჰე თუმცა ჩვენცა ესრეთ მხურვალე ვიყვანით სიყვარულსა ზედა მისსა, ვით არ იგი მხურვალე არს წყალობასა ჩვენსა და მარადის ეძიებს მიზეზსა აღტკინებად ჩვენ შორის ცეცხლსა მას სახიერებისა მისისასა. უკვე თუ უჩვენო მას მცირე ნაბერწყალი ლმობიერებისაი, დიდძალი მოგცეს სახუმილი ქველის მოქმედებისაი. მრავალგზის შეურაცხ გიყოფიეს იგი, არამედ უკვე თუ შეურდე, არარა იმისგან იგი ხსენოს, არა მის გარდასრულისა შეურაცხებისათვის მწუხარე არს, არამედ აწინდელისა ამის ულმობელობისა და გულფიცხელობისა შენისათვის, რამე თუ ჩვენცა უკეთურნი ესე, უკვე თუ შეურაცხ ვიქნეთ შვილთა მიერ ჩვენთა და კვალად მოიქცენ და შეგვივრდენ, სიხარულით შეუნდობთ. არა უფრო ისაც სახიერებისა და მოწყალებისა წყარო მან ქმნასა ესრეთ. რომელმან თქვა წინა წარმეტყველისა მიერ, დაღაცა თუ ივიწყნეს დედაკაცმა ნაშობნი მუცლისათვის ისანი, არამედ მე არა დაგივიწყო შენ. ესაია 49:15 დიდებაია ურაცხელსა მას კაცთ მოყვარებასა მისსა. აც უკვე მოედით, ცოდვილნო, შეურდეთ მას გულითა მხურვალითა და ვთქვათ, ჰე, უფალო, რამე თუ ძაღლნიცა ჭამენ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცვივინ ტაბლისაგან უფალთა მათთა ისა, ერთი შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩვენ, და გურქვას, გეყავნ, ვით არცა გნებავს. ვთქვათ უძღებისაებრ, ვწოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა ორი, ვთქვათ მეზვერისაებრ, ღმერთო მილხინე ცოდვილსა ამას სამი, დავალტმეთ ფერხნი მისნი ცრემლითა, ვით არცა მეძავმან და გურქვას, შენდობილ არიან ცოდვანი შენი. ფრეკოთ კარსა მისსა და ვევედრებოდით ჟამსა და უჟამოსა და უფრო ისღა არაოდეს არს უჟამოი შევრდომაი, არამედ უჟამოებაი არს არა მარადის შევრდომაი და ვედრებაი, რამე თუ ვინაიდან იგი მარადის მზა არს მოცემად, ჩვენდაცა მარადის ჯერ არს თხოვაი.
და ვითარცა ფრინვაი არაოდეს უჟამო არს, არამედ მარადის ჩვენთან არს, ეგრეთვე ვედრებაი ღმრთისაი მარადის თანაგვაც, ვითარცა ფრინვაი მარადის სახმარ არს ჩვენდა, ეგრეთვე შეწევნაი ღმრთისაი მარადის საძიებელ არს ჩვენდა და უკვე თუ გვენებოს. ადვილად მოწყალე ვყოთ იგი ჩვენზედა და მოვიდეს შეწევნად ჩვენდა, ვითარცა იტყვის წინა წარმეტყველი და გამოაჩინებს, ვითარ მარადის განმზადებულ არს იგი წყალობად ჩვენდა, ვითარცა ცისკარი განმზადებული ვპოვოთ იგი 4 რამე თუ რაოდენგზისცა მოუხდეთ, ყოვლადვე მზად იპოვების წყალობად. ჩვენდა, ხოლო უკვე თუ უშურველად აღმომცენარისა მისგან წყაროისა წყალობათა მისთა ისა არავინებოთ სუმად, ესე ბრალი ჩვენისა უდებებისაი არს, ვითარცა ჰურიათა ეტყვის წინა წარმეტყველისა მიერ, ვითარმეთ, წყალობაი ჩემი, ვითარცა ღრუბელი განთიადისაი და ვითარცა ცუარი ცისკრისაი, წარმავალი თქვენზე და 5. ხოლო სიტყვაი ესე ესრეთ არს ვითარმეთ, მე ჩემიერი ყოველი ვქმენ თქვენზე და დავაჩვენე ყოველივე სახიერებაი, ხოლო თქვენ ვითარცა მოიწიის რა ისი ცხემზისაი და განახმის ცუარი ცისკრისაი. ეგრეთ გარდამატებულითა მით უკეთურებითა თქვენითა სიმრავლე იგი ჩემ მიერ მოვლინებულთაი თქვენზე და კეთილთა იუკუნაქციეთ. რამე თუ ესეცა სამართალ არს და ჭეშმარიტისა მის განგებულებისა მისისა საქმე არს, რომელოდეს გვიხილნეს უღირსად და გულფიცხელად და აყენებს ქველის მოქმედებათა მისთა, რაითა არა უმეტესად დახსნილობასა მოვიდეთ. ხოლო უკვე თუ გვიხილნეს მოქცეულნი ბოროტისაგან და მბრალობელნი თავთათვისთანი გარდასრულთა მათ ცოდვათათვის და ლმობიერებით მედრებელნი მისნი, მაშინ უფრო ის წყაროთასა აღმოაცენებს წყალობასა მისსა, უფრო ის სხვისა განვფენს ჩვენზე და რაოდენცა განუძღომელად მოვიღებდეთ კეთილთა მისთა, უმეტესად მოხარულ არს და უმდიდრესად აღმოგვიცენებს რამე თუ ცხოვრებაი ჩვენი სიმდიდრედ თვისაც შეურაცხიეს და უშურველად მოცემაი საწადელ არს უხვად მომნიჭებელისა მის, რამე თუ ჭეშმარიტად მდიდარ არს და უხვად მიმცემელ მედრებელთა მისთა, ხოლო ოდეს არა. ვითხოვდეთ მისგან, მაშინ განგვირისხდების, მაშინ გარე მიიქცევის ჩვენგან, გვიხილნეს რაი, ვითარმეთ სიგლახაკესა და უნდოებასა შინა ჩვენსა გუნებავს წარწმე და იუბადრუკებით. იგი ამისთვის დაგლახაკნა, რაითა ჩვენგან მამდიდრნეს, ამისთვის ყოველივე დაითმინა, რაითა მიმიწოდნეს მისა მოღებად წყალობისა საუნჯეთა მათგან დაუცარიელებელთა სახიერებისა მისისათა. ამისთვის გევედრები, მორწმუნენო, ვინაითგან ესოდენი მიზეზნი კეთილისა სასოებისანი მოცემულ არიან ჩვენ და, ნუ სასოც არ კვეთილ ვიქმნებით, რაღაცა თუ ყოველთა დღეთა ვცოდვიდეთ, არამედ შეურდებოდით მას ვედრებით და ვითხოვდეთ შენდობასა ლმობიერად. უკვე თუ ესრეთ ვიქმოდით, ცოდვათაგანცა განგრძალვად ვართ გდემითა მითგონებისაითა და ეშმაკი ვიოტოთ სირცხვილეული და მოვიდეს ჩვენზე და წყალობაი უფლისაი და საუკუნეთა მათ კეთილთა ღირს ვიქმნეთ მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისაი არს დიდებაი და სიმტკიცე თანამამით და სულით წმიდით ურთაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.